გამარჯობათ ჩვენო სოფელო, ეს არის მთავარი ამბები ამ დროისთვის. მე ვარ ბატონი ვინიჯერი ერთი, რატო დამარქვეს ასე არ ვიცი. მოკლედ, ახლა გველოდ პირველ რიგში ულოცავ სკოლის მოსწავლეებს, რომ დაამთავრეს სკოლა და იმედია სექტემბერში იმ სკოლაში აღარ სწავლენ, იმიტომ რომ საგიჟეთია. მოკლედ, ახლა ჩვენი სოფელი ნენდელა ვითარდება მერია, თანდათან სრულდება, მალე იქნება გახსნის კონფერენცია. კიდე ისა ხო, შენდება ახალტექნოლოგიური საავადმყოფო, რომელიც იქნება ამ ქვეყანაზე ყველაზე ტექნოლოგიური. ამჯერად ოღონდ შეიძლება უკეთესი დააშენოთ. ხო, ცუდი ამბები კიდე ციტავი. ცუდი ამბები კიდე ის არის, რომ ჩაიძირა გემი და მოკლედ ჩემი ძმა ვინიჯერ 2 წარადგენს ინტერვიუს და თო ბირინაშვილთან მე მგონი. მოგესალმებით. მეგობრებო, ეს არის დათო მე მგონი ბირინაშვილი და ახლა წარმოადგენს ინტერვიუს. დათო, რა იცი ამ ინციდენტის შესახებ? აი, ჯერ მოგესალმებით, გამარჯობათ და გაგიკვირდება და ის შავწითელი მონსტრი არის ჩემი ძმა. და ის კიდე ის გემი რო ჩაიძირა, არ ვიცი, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ შეიძლება ჩემი მეგობარი გაბრიელ გემერაძე ჩაიძირა. კიდე რა გვაინტერესებს? თქვენ ძმას რა ერქვათ, რომ პოლიციას გაუმარტივოთ ცხოვრება და უფრო მალე იპოვოთ? მათი. უარი? ჯანგველაძე. კარგია. ეს იყო ინტერვიუ მთავარი ამბები, მალე შემოგიერთდებით მომდევნო მთავარ ამბებში. კარგად. კაკაი ეხლაძე წავალ და ვიპოვე ჩვენს. ხო, წავიდეთ. ოპა. ძმაო? ეს შეხარ, წამოდი სახში. არა. გავიქიც რუზი. გამარჯობა. მეგობარს ვეძებდა, ხო არ გინახიათ სახელად მიქა. გამარჯობა. რავი, დიდი ცხვირი აქვს. უბრალოდ ვენძებ მავშობი დავიცნობთ ერთმანეთს. არა. კაი, წავედი მე მაშინ. არა. მოიცა. შენ თუ მაპოვნინებ მე ჩერჩებას მე შეგაგაპოვნინებ მე შენ მეგობარს. უი შემეშალა ძმას კი არა მე მეგობარი უნდა მაპოვნინო მეც. ალისასა დეტექტივის სული ვაცხოდოთ. ალისასა დეტექტივის სული ვაცხოდოთ. ალისასა დეტექტივის სული ვაცხოდოთ. კი. აქ რა მოგიყვანათ თქვენ დეტექტივის სიკვდილის გამო? საინტერესო აქ რა ხდება ვაფშე? მე მეკას მეგობარი ვარ. სანარის მეკა. შენ. მეკა ვიცრდება, ბიჭო, ვიდა მეკა, თო ახალი ერა ვარ ჩვენ ჩემი მაიგი კანონი. მოდი შევიხსნა ბომჟია. გებს მოწყანებას. ბატონო.
რა ვიცი რა, მენანება ჩემი ფული. ფული ჩაყარეთ, კაცო, დეტექტივი მოგვიყვება, კაცო, ჩაყარეთ ფული. მადლობა. აბა კარგად. კარგად, დეტექტივი ერთმა დაგლოცოთ, აბა კარგად იყავით. და ყველაფერი მომიყევი რაც ხდება სოფელში. წავიდეთ სახლში. იგავშალოთ და წავიდეთ. ჩვენი სოფელში, მაგრამ მომშვიდა საჭმელი გამითავდა, რომელიღაცა სახს მივაკითხოთ. აი ეს ჩემი სახლი მოდი. დაიწყო და გათხოვდი. რა პატარა ისა ისა შემში ტუალეტი არის ეს პატარა. საძინებელი ხომ და არის? აქ არის ოთახი. აქ ოთახი. ო საძინებელი. ეს არის მისაღები ოთახი. ეს ვაი რა კაი სახლია. სამზარეულო. ვა კაია. გახვრიდა და ის. რო თქვა მართლა ძალიან კარგი სახლი გაქვს. კაია მეცოდოს. კაი ახლა ისა უნდა მომიყოლა შენთვის რაღაცები. თუნდაც ის ახლა მოგიყვები რა მოხდა. ალო გარი. მე კიდე ჩემი მეგობარი ჩაიძირა თუ არა ეგ არ ვიცი. მე მგონი რაღაცა აკაკუნებდა თუ არ ცდება. მოიჩორწა. გამარჯობა, ისა რა ქვია, ისა შორი გზიდან მოვდიოე, ხო შეიძლება ცოტა საჭმელი გაიქ, ცოტა შეიძლება. შემოდი და მოგცეთ. ძალიან მერიდება ხო? გამარჯობა, სტუმარო, შენ თქვით ხო არ იცი? ჩემი მეგობარი დაიკარგა, სახელად ბექა, დიდი ცხვირი აქვს. თუ იცით, ძალიან გთხოვთ, მითხარით, ბევრი ხანი ვეძებ. ბექა, ეს შენ ხარ? გიო, შენ ხარ? პეპი ხანი არ გვინახი, ერთვაგითი, სად იყავი, სად დაიკარგე? და შენი ცხვირი სან არის? შენ დიდი ცხვირი რა ქონდა? ცუდი არის, არანა მირიჯერი ხო ხარ? აი ამ თვალი. აი და დაჭიქთო. და ისა რაღაცებს მოგიტოთ ვინ. აჰა ვაიმე ძალიან დიდი არ მაინტერესებს არის რო წვენი მედალიოთ. მადლობა დიდი. ჯერ შევჭამ შია შევინახავ მერე როცა მოშიდევ შევჭამ ეს ხოლმე მადლობა დიდი შვილო. შვილი ვინ? შენ. ოღონდ ჩემი კი არა. ერთი გამახსენეთ თქვენი ტუალეტი სადა გაქვთ? რა? ძალიან პატარა ხო არის? ება შესასვლელში ვე? აი მოიცა ორ წამოწა. ეხლა ნახე მოიცა. ჩავკეტო. გამოიცა შენ ბეკ. ო კაი. არა კიდე ეს გჭირდება ვიჯო. კიდე ეს გჭირდება. შენ ალბათ ჰალკი ხარ, შენ ძინე ნიფთებს რომ დაანთრევ დათო. მეგობარი მომე თქვენი არ ვიცი მე წავედი დავინძინო. აჰა მოიტვარ ტვარჩხო.
თამირი დაიჭირეთ შეშედი. ამ დროს დილით. იმ ლიტორისგან გავთავისუფლდი, ახლა შემიძლია ნორმალურად დავწერო. სანარის ბენქა ერთი უნდა ვკითხო რაღაცა. ბენქა, გამოდრიანდი. ვაი, ეს ვინ არის? დათო ახლა შემოიბანა ჩვენ სახლში, ვინ არის? გააგდეთ აქედან, გააგდეთ. ბიჭო მე ვარ. დათო არ დაუჯერ ვიღაც სხვა არის. ოი, მე კაშენ ხარ. წვერემი შეიჭერი? აბა. მაშინ ეს ძალიან ბებერი ვიქიყავი. ეხლა კიდე ახალგაზრდა. ხო, დათო გეთახმები. ვილიჯერს ვაფშე არ გავს უკვე. ჩემი იმით მე მგონი 40 წლის პერდუნიას გავარ, მაგრამ არა უშო. პატარა გახდი. ხარაკი არა, разговорში. მე თქვენი არ ვიცი, მე წავედი ტელევიზორს ვუყურო ერთი რა, დავიყანე. გაჩერდი ერთი თავი ინფორმაციოზე გადართე. მადლობთ ჩვენო სოფელო, ეს არის მთავარი ამბები ამ დროისთვის. მე ვარ ბატონი ვილიჯერი ერთი, რატო დამარქვეს ასე არ ვიცი. მოკლედ ახლა გველოთ პირველ რიგში ულოცავ სკოლის მოსწავლეებს, რომ დაამთავრეს სკოლა და იმედია სექტემბერში იმ სკოლაში აღარ სწავლენ, იმიტომ რომ აგი ერთია. მოკლედ ახლა ჩვენი ვაიმე დათო, შენც ხარ ამაში დამნაშავე? ბიჭო, შენც მონაწილეობდი, რატო არ გითქვია? მონაწილეობდი, ინტერვიუ ჩავწერ. და ეს არა ქვია, ბიჭო, ესა შენი ძმაო, რაღაცა ესაო. ვინ შენი ძმაო? ჩემი ძმა მონსტრია თუ ის გავხვიდე და ეგრე ჯანდაბაში მოხდა, შენ ხომ არ მონაწილეობდი? ბიჭო, შენ რავი არ ვიცი, ბიჭო, შენ რამე თქვი, ესეთი რამე. გაჩუმებულო. ჩემი ძმა იმიტომ გახდა ეგეთი, რომ რაღაცა ჭამა და მოიწონა და მე გახდა მონსტრი. გაჩერდით ახლა. თორე გცემთ. გაჩერდით. ვისემუქვები. არგი ბიჭო რა იყო? არგი მე ბიჭო ქირქინის თაფხრი მაქვს, გამალახინო თავი. ეხლა პოლიციას გამოვეძახებ, რომ სოფლისგან 100 კილომეტრში არის. რა თქვენ შენი თქვენ არ იცით ვინ არის ის პოლიცია. საერთოდ ცოტის ჩიგდით საერთოდ დაბლა. ბიჭო რატვინი წაიღე წავედი მე დავინძინო. ჩამოეთრები მე. ასაკეთ. გამალახინო ბიჭო თავი. ეხლა შეწყოს გამაგეხო თავი. შევიწრავ და გამოვკადო, აბათ გამოვქალებ ახლა ამტაპო. ბიჭო, ტკბილად მეძინა, შენი ცხოველიც ძიმე არის და რომ გამიგიქანო, დაიმტრევით. შენ ახლა წეთეს. კაი, ხუმოთ. პატარომაში მე სულ გიგებდი. მოდი ამა. ეგ პატარაობაში მოდი გაჩვენო შეა. და იქნება რინგზე და ეგა მორჩა. ტიპატონო. ბიჭო, გავისეირნო მინდა რა. დავიტანჯე სულ სახში რო ვარ 24/7. გავისეირნო, არ გინდათ? მე მეწამორა. მოიცანე.
რაღაც სუნი არის, ეს რაღაც სუნს ნიშნავს. ესეც რაღაცა ჩაიკუკა თურსიკში. ჩვენთან წავიდეთ იქით. კარგი. ბიჭო, არაფერიც არ მინდა გავისეირნო. მე წავედი რა. მოდია. ბიჭო, და გველოდე ცოტა. აგველოდე, მე ვაიმე, დაიმალეთ, ბიჭო, დაიმალეთ. ეს ვინ არის ბიჭო? დაიმალეთ. ჯანდება, ვიღაცის ნაბიჯებს ხედავთ. ხედავთ კი არა, მესმოდა მეც რა დებილი ვარ. ჩემო ძმაო კილერო. მე გითხარი რომ მოგეკლა ის ადამიანი, მაგრამ ის ადამიანი რა ეს პატარა ლაპი, რომელიც კომპიუტერული თამაშების გამო ყველაფერზე წავა. და ამის გამო შენ რადგან ის არ მოკალი, იქეთ შენ მოკვდი და აგერ შენი თავი წინ მიგდია. ახლა კი წავედი, აბა კარგად იყავი თავის ქალაო. დებილის. აი აბა წავედი ვიპო ის ვიღაცა ვინც აქ დადიოდა. მაგრამ პრინციპში შეიძლება ძროხაც არის რა ვიცი, ხება და რაღაცა ძროხა იმედია ამ ადგილზე ვიღაცა არ არის, იმიტომ რომ ესეთ სიტუაციას რო დაინახავს, ცუდია ნამდვილად. მე ბიჭო გახარით სწრაფად. ბიჭო, ერთხა ის გამახსენდა რომ აქ გათხრილი იყო, მაგრამ გავი აბა რაღაცა იქნება ვიპოვო ნახება დავით. ბიჭო, ეს რა გამიგო? მოდიშო. მანდა რა ვეღარ დავეწევი. რა ვიპოვე. სიო, ახლა აქედან გავიქცევი. აქ რაღაცა მესმის. ოპა, ვიღაცა აქ გაჩნდა. ეჰე, ბიჭუნა, აბა, ამაცილე, დააგდე იარაღი დროზე. არა. დააგდე მეთქი. მე გესვრი. თან სიო, არ მოცილე. აი ეგრევე. ვერ გამარტყავ ბიჭუნა. დამნებდი, ვერ გამარტყავ. დამნებდი. დავითამაშო სახში. დოტას აქაც გათამაშება, დამნებდი და დააგდე იარაღი. არა, სახში ვიდა ჩემი აკაუნტი. დამნებდი მეთქი. ვერ გამარტყავ თქო რა. შანსიც არ გაქვს. აი შენ. აი გაჭერდი არა. დაბრუნდი დროზე. კარგი. აი, всё, აღარ გინდა. Так. კარგი ბიჭუნა, კარგი. ისა ვერაფერს ვერ მიზავ შენ მარტო. ვერა? ესე იგი ვერა. ისე კარგი ხედი არ მიჭერია ხელში. მარტო დოტაში მეჭირა. იდეული ყოფილა. всё, ვერ დაუგანებელ всё წადი კარგად. ახლა გინდა შენ ითამაშო დოტა ყოველთვის? კი მინდა. ესე იგი გინდა ეს დაუკეთოთ ბიჭუნას. მოკლედ შენ მე და დროზე ჩააყენე ეს ბლოკი. და დრაბავიკი დააგდე დროზე. აი ჩემი დრაბავიკი. კაი ბიჭი ხარ? და მოკლედ ესე არ გამომაბიჭუნა. იცოდე რომ
გაგანადგურებ თუ შენ არ მომემსახურებ და ახლა კიდე რა გიდა რო და თუ გაკოთო და კიდევ შენ დოტასაც გათამაშ იმასაც გათამაშ დამიბრუნე გირჩევია დაგიბრუნე კომპიუტერსაც მოგცე მოღონთ სამყარო შეცვლაში უნდა დამეხმარო გადღობს კარგი ახლა ერთი კიდე ჭრილობა მოგაყენოთ I'm so sorry მაგრამ რო არ გაიქცე მაინც ახლა კი კარგად იყავი მალე კარგი ცხოვრება გექნება ამიტომ აბა კარგად შენიც მოკლედ მეგობრებო როგორც იქნა გადავიღეთ მესამე ეპიზოდი ხო დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ჯარის ვილაკი რომ არ გამოგჩეთ ესეთი ნორმალური ვიდეოები და გააჩერეთ თოფი მოკლედ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გადაღების პრობლემები და უკაც უფრო სხვანაირად გვინდა და პატარა რაღაცების გადაღება მაგრამ ესე გამოგვივიდა და იმედია მოგეწონებათ ჩვენი ვიდეოები და ახლა კი გადავცემ სიტყვას სხვა ადამიანებს აი ამებს თორსკანს ისა რა ქვია ჩვენ დღეს ისა მოგეწოდეთ ბევრი ინფორმაცია შემდეგ ეპიზოდში სპოილერს ვიტყვი და გამოჩნდება მერია და ცოტა ხანშიც კიდე გამოჩნდება სავანტყოფო ამიტომაც მეოთხე სერია იქნება კარგი სოჩნი მაგრამ მეგობრებო მეოთხე სერია სამწუხაროდ არ დაიდება ერთი ისხელასე სამწუხარო ჩვენ მაგრამ დაიდება კიდე სხვა კონტენტი მაგალითად ვინ უფრო მალე აშენებს დახს და ეგეთ რა გადაწყვეტ პერდოსოს გადავცემ სიტყვას აი აღარ გვინდა მოკლედ ამდენი საუბარი იმიტომ რომ იძლევა დრო ამიტომ აბა კარგად იყავით დაელოდეთ ერთი თვე მეოთხე ეპიზოდს მანამდე ხარ ახლა